მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. წინა ვიდეოს ტვირთევ და არაფრით არ აიტვირთა და შემდეგ წავშალე. ეთყობა არ იყო საჭირო ის ვიდეო რომ ატვირთულიყო თუ რა იყო, არ ვიცი მოკლედ. ნახოთ ვისთვის არის გაშლა. სხვათა შორის ესეც იყო ვიდეოში ნათქვამი რომ ძალიან კარგი დღეები არის გუშინ და დღევანდელი დღე, თუმცა მაინც მე პირადად აღვიქვამ რომ ძალიან სუსტი დღეები არის ენერგეტიკულად, მაგრამ ასტროლოგებს თუ დაუჯერებთ კარგი დღეები არის, ჩემთვის ძალიან სუსტი დღეებია სხვათა შორის, თუმცა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები. ასტროლოგების თქმით, ესე იგი, ჯერ ცოტა ადრე იწყებოდა, მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდი უნდა დაიწყოს, რა ვიცი, ესე იგი სექტემბრამდე კიც უნდა გავამდიდრდე, კიც უნდა გავთხოვდე, კიც უნდა რა ვიცი, სურვილები ამისრულდეს, გავფრინდე, გამოფრინდე და რაღაცა სასწაულები მოხდეს და ვნახოთ, შეგატყობინებთ რა სასწაულები. ოხ, ბიჭას. არა, სიმართლე გითხრათ, მეც ვერთობი, კი ვერთობი ნამდვილად. ნუ მედი მაინც კარგი არის, ხო? იმედია ისე არ იქნება, ხომ გითხარი გაფრინდებიანო. კარგით, ნახოთ ვისთვის არის გაშლა. სად არის ჩემი ჭკვიანური ნაბიჯები? სად არის ჩემი ჭკვიანური რაღაც გადაწყვეტილებები? სად არის ჩემი რაღაც შესაძლებლობები? აი ესეთ ემოციურ ტალღაში არის ვიღაცა. და თითქოს ეს ემოციები უნდა დამცხრალიყო და აი რა გავაკეთო რა. განა არ მჯერა ასტროლოგებს რაღაც ემთხვევა ხასიათები, მაგრამ ეს არის, რა ვიცი, ალბათ უფრო როგორ იცი, ზღვის ტალღასავით რაღაც მომენტში, ხო? მაგრამ ესე რომ მოდის და ასევე კიდევ მიმართულების შეცვლა რომ შეიძლება. ჩემი გადახედულებით, პრაქტიკიდან გამომდინარე, აი ზუსტად ეს მომენტი არის ამ ასტროლოგებთან. კარგით, ნახოთ რა როგორ იქნება, რა როგორ განვითარდება. აქ მოგიწევთ ჩემო კარგებო, წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. ყველა კუთხით. არ აქვს მნიშვნელობა რა გაინტერესებთ ამ ეტაპზე. პირადი არის, სამსახური არის, რაღაც კარიერა, ხო? ადამიანებთან უბრალოდ ურთიერთობა არის, ყველასთან თითქოს გიწევთ. როგორი რაღაც იცით? აჩვენოთ საკუთარი თავი, საკუთარი პროფესიონალიზმი, საკუთარი რაღაც აი როგორი ხართ, საჭირო ხართ ურთიერთობაში, არ ხართ საჭირო, სამეგობრო ადამიანი ხართ, არ ხართ სამეგობრო და ასე შემდეგ. გამიგეთ? ესეთი რაღაც გჭირდებათ რომ აჩვენოთ. კი ბატონო, თქვენ შეიძლება ძალიან მართლა შემდგარი, ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული, არც ემოცია გაგლით, აი ნიჭი ყველაფერი გააქვთ, მაგრამ
მართლად თავიდან ამის დამტკიცება ასეც არ არის. უბრალოდ გჭირდებათ კიდევ რაღაცების ჩვენება. ასე მიფიქსირდება. თითქოს როგორ არის იცით? შეიძლება ეს იყო ვიღაც დაუშვათ ყავდათ მეგობარი და მეგობრობდით ამ ადამიანთან და კი აჩვენეთ რომ სამეგობრო ხართ, ხო? მაგრამ ეს იყო იმ ადამიანთან. თქვენ კიდევ გჭირდებათ ეს უკვე მარტო ერთს და კონკრეტულს კი არ აჩვენოთ, ეს პირდაპირ აჩვენოთ საზოგადოებას თითქოს. ხო, აბა მინდი ახლა რაღაცი როგორი იქნება. ეს იქნება ერთგვარი, ნახეთ, ოქროს გასაღები თქვენთვის, საშვი, სამომავლოდ. ჩათვალეთ, თუ რამე საკითხი ჩაავთქვით, მაშინ საკითხთან დაკავშირებით არის, ხო? ჩათვალეთ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ და აი ამას რომ გააკეთებთ, თქვენთვის რაც იყო შეუძლებელი, რაც იყო პრობლემატური, სადაც იყო დაუშვათ გამოუვალი მდგომარეობა, სადაც გჭირდებოდა ძალიან ბევრი ბრძოლა. აი, ნახეთ, როგორ არის მომენტალურად იხსნება ყველა კარები. ეს საშვი, ჩათვალეთ, არის თქვენი ოქროს გასაღები. ანუ ეს საკითხი მე რაც გითხარით თქვენ, აქ წარმოაჩინოთ თქვენი თავი ძალიან მაღალ დონეზე. ამ შემთხვევაში ეს უკვე ხდება თქვენი, ასე ვთქვათ, წარმატების საწინდარი, ხო? იხსნება მომენტალურად ყველა კარები და გამოდიხართ რაღაც აი ქაოსიდან. არ ვიცის, მაგივრად რჩება, ვიცი, რომ მექნება წარმატებები, ვიცი, რომ გამომივა, ვიცი, რომ უკვე ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ერთი რაღაც უნდა გითხრათ, კაცო, აქ კონტროლეთ თქვენ ცოტა რატომ გაქვთ ეს როგორი რაღაც იცით გაუთვალისწინებელი მოქმედებები, გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ მარტო ხარჯებს არ ემთხვევა ეს. ეს არის გაუთვალისწინებელი მოქმედება. ანუ რა შედის გაუთვალისწინებელ მოქმედებაში? ასე თუ მოვიქცეოდი არ მეგონა, ასე თუ გავაკეთებდი არ მეგონა, ასეთი რაღაცები გჭირდა, რატომ გჭირდა ეს? ერთი ვარიანტი ის არის, რომ ვიღაცას სიყვარული შეუსწრებს და ასე რომ ვთქვათ, მაგ დროს კარგავს ეთყობა რაღაც ამ ბალანს. მეორე ვარიანტი ის არის, რომ ალბათ საკუთარ თავის დამტკიცება, წარმოჩინება რაღაცა ისეთი გჭირდებათ. კარგი, ნახოთ აბა. მაგრამ აქ თქვენ აშკარად გასაცემი გაქვთ კიდევ რაღაც მადლიერების ან სამადლობელი. სამადლობელი, ხო? ეს არის აუცილებელი. მადლიერება 1-5000 ჯერ მაქვს ახსნილი. ამიტომ დღეს რაღაც არა ვარ მაგის ხასიათზე რომ მადლიერებაზე ვისაუბრო. კარგით, ნახოთ აბა კიდევ რა ინფორმაცია გჭირდებათ, რა უნდა იცოდეთ ახლა. ის უნდა იცოდეთ, რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიძლება აქ დამგროვებლობაზეც გადადიხართ, ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან და მოქმედებებიდან გამოდიხართ. საინტერესოა რა, როგორ ახერხებთ ამ აქედან გამოსვლას, როგორ ახერხებთ. აქ ეთყობა თქვენ ზუსტად მიაღწევთ მიზანს, ან შეიძლება ვიღაცამ ისეთი
მოგზაურობა ან რაღაც გააკეთოს, სადმე წავიდე, შეიძლება სტუმრად წახვიდეთ და აი მომენტალურად იქ ისეთ ინფორმაცია აკრიბოთ, რაც გონებას გაგიხსნით, ან შეიძლება ვიღაცამ აი მივაღწიე რა, მიზანს, ყველაფერი უკვე გავაკეთე და ახლა ვსიო დასვენების დრო არის, ხო? მაგრამ ეს წარმატებების შემდეგ აქ სრულ ნაყოფიერებაში გადადიხართ, ჩემ კარგებო. ნუ გეშინიათ, ან ნუ გეფიქრებათ, ყოველ შემთხვევაში თქვენ ეს გააკეთეთ, მე რას გითხართ დაახლოებით რა ხნის ინფორმაცია ეს. ეს არ არის დიდი ხნის ინფორმაცია. ეს არის დიდი ერთი კვირის თემა, ხო? მაქსიმალურად უნდა შეიცვალოს აქ ყველაფერი. სრული წარმატებაში ფიქსირდებით ნაყოფიერებაში. აქ ფინანსების დაგროვებასაც შეძლებთ, გზების გახსნა. მგონი ტყუილად დავცინე ასტროლოგიას, მართლა იცვლება რაღაცები. მე მგონი ბევრისთვის კი იქნება აქ ცვლილებები ძალიან კარგი, თუმცა როცა აცხადებდნენ არაფერი გეშველებათო, მაშინაც გამიკეთებია პროგნოზი, რომ კი გეშველებათ მეთქი და იყო შედეგები, ხო? იყავით კმაყოფილი დარჩებით, მე აქ კმაყოფილება მიფიქსირდება, კი ბატონო, კმაყოფილება, განახლებული ენერგიები, უნარები, ვიღაცა წონაში დაიკლებს. ფორმაში ჩადგება. თუ ეს არ არის, ამ შემთხვევაში ეს არ გაწუხებთ. აქ იცით რა არის, საკუთარი თავის კონტროლს სწავლობს ვიღაცა კიდევ, როგორი მომენტია, იცით? ალბათ თუ რაღაცას ვერად ორმუზებდი და საუბრობდი ცუდდა, ესე ვთქვათ, ცოტა წინ გისწრებდათ ენა უკაცრავად, ცუდად ჟღერს, ვიცი ეს წინადადება, მაგრამ მაინც ასე იყო, იცოდეთ, რომ ამის კონტროლში გადადიხართ თქვენა. ანუ ესე ყველაფერს აღარ იტყვეთ, ფული მონდის აქ, ფული. როგორი ფული, იცით? აი თქვენთვის საჭირო, თქვენ რაზეც გჭირდებათ, თანხა გექნებათ, რაზეც დაგჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბანკის ვალია გასასტუმრებელი, რაღაცა სამოგზაუროდ გინდა წასვლა. კაბა გინდათ იყიდოთ, ფეხსაცმელი თუ რაც გინდათ. ახლა მე მას არ გბირნებით, ძალიან დიდი რაღაცებს ნუ წარმოიდგენ, შეიძლება ვიღაცას კი ბატონო, ახლა თუ ქონდათ გეგმაში ვინის ყიდვა, ეგეც იყოს, ხო? უშუალოდ ბინა არ მიფიქსირდება მე აქ, მაგრამ როგორ არის, იცით? აი თქვენთვის საჭირო თანხები აქ მონდის და კმაყოფილებაში კი ფიქსირდებათ. განახლება, ეს რისი განახლება არის? რას გვეტყოდი რა, თქვენს ინტერესებში რა არის, რაც პულს გტკენდათ ძალიან ფინანსური. წარმატება, შიში, რაზეც გქონდათ და რისი განახლება არის. კი, აქ სარემონტო რაღაცებს თუ გეგმავდით აუცილებლად, მაშინ ეს არის, ეს განახლება არის აქ. შეიძლება ეს ჯერ ეხლა ვერ შეგვირდებით ასე ძალიან ერთ კვირაში და ეს, მაგრამ კი სარემონტო თემა სახლის ან რაღაცა ძალიან გაგიხარდებათ, იცით? აქ შესაძლებელია ეს იყოს რამეს დაბრუნება, შეძენა, შეიძლება ნახეთ თუ პრობლემა ქონდათ როგორი რაღაც, იცით? დედის, მამის ან ბაბუის რამე ქონება იყო აქ და გჭირდებოდათ ამის დაბრუნება ან რაღაცის აღდგენა. ხომ არის ისეთი საკითხები, ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ დამიფიქსირდა დავუშვათ ვიღაცას უნდა რაღაცის დაბრუნება. ხო, არ იყო საბუთები ან რაღაც ესეში, ამასაც აკეთებთ, ეს იქნება, იმიტომ სამემკვიდრეო თემა დაფიქსირდა აქ, მემკვიდრეობა. ნუ გაქვთ ეჭვი და ეს იმედ გაცრუება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიდის თქვენთან. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცასთან მართლა ფულის წვიმა მოდის, კაცო.
არა, გასაკვირი, ანუ ისე კარგად შემოიბრუნოთ საქმე მდგომარეობა. თავისი ჩამოვარდა. ელოდეთ სასწაულებს. აქ ძალიან უნდა შეიცვალოს ჩემო კარგებო ყველაფერი. ამ წუთში ის მომენტი თუ გაგვცად წავიდა თავიდან როგორ დავიწყე ჩემი სიძლიერე, თუ რაღაც ის ჭკვიანი ვიყავი თუ ვარ და იყავით რაღაც ისეთნაირად ფინანსური კრიზისიც ამ წუთში ეს ყველაფერი არის, ხო? და გამოვალ მდგომარეობაში ესე თქვენ ზუსტად ეს არის, როგორც თქვი, ოქროს გასაღები. თქვენ ისეთ კარგ ნაბიჯ გადადგამთ და ისე კარგად, ეს შეიძლება სიტყვიერი საუბარი დაგჭირდეთ აქ ვიღაცას, ან შეიძლება აი მოქმედება, რაც თქვი თავიდან რაც გავაჟღერე და მე ძალიან მიკვირს ახლა ჩემი თავის, იმიტომ რომ არასდროს მახსოვს თავიდან როგორ ვიწყებ საუბარს, მაგრამ არა მიშლია ეთყობა ამის ბრალი. ეხლა რომ დამახსოვდა, ხო? აი ეს თავიდან რაც გავაჟღერე აქ, ზუსტად ოქროს გასაღები, როგორც მე თქვენ გითხარით, ეს იქნება კი თქვენი წარმატება, ნახე წარმატება ჩათვალეთ, რომ უკვე გადადგით თქვენი ის ნაბიჯი, სულ წარმატება, რომ განახორციელოთ. დასრულდა всё ის მომენტი, ცუდი რაღაცა პერიოდი იყო, თუ რაც იყო, დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, აქ თქვენ, აი ამ თქვენს ნიჭი არის, ეს ჭკვიანი ვარ, სიბრძნე არის, რაც გაქვთ, ხო? ვიღაცა არის, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული ეშხი მოყვება შეიძლება, ნახეთ, მორიელი აქ არ იყოთ, მაგრამ რაღაცა ასცენდენტი გქონდეთ მორიელში. დღეს რას გადავეკიდე, ამ იმგეს ვერ გავეკიდე. ასტროლოგებს აიყო მისმენთ რომელიმე და გამოგიჭირეთ. რა გამორიცხული. და როგორ არის, იცით, როცა მორიელი ყავს ადამიანს ასცენდენტში ან საღაცა, რა ვიცი, რომელიღაცა კუთხეში მიმალული, მას აქვს როგორი რაღაც, იცით, აი შარმი, თავისებურად შეხედავ და რა არის, რა გიზიდავს, ვერ მიხვდები ადამიანს. ამ შემთხვევაში აი ეს ხდება. ესე იგი, სადღაც კუდი მაინც არის მორიელის, გაიგეთ? და აი თქვენ ზუსტად თქვენი აი ამ რაღაც რაც გაქვთ ნიჭია, წარმატება თუ ის თქვენი თუნდაც ავტორიტეტი შეიძლება ვიღაცა კი არის ისეთი ავტორიტეტი, ავტორიტეტი ახლა ცოტა იცი, მაგრამ გისმენდათ ხალხი, ან შეიძლება თანამდებობა გქონდათ, ნახეთ და მე ხო ხდება ისე, რომ ადამიანი განსაკუთრებით საქართველოში ხდება ესეთი რაღაც, რომ თანამდებობას რომ დაკარგავს ადამიანი, მე იმას გამარჯვებაც მოსალოდნელია, რომ აღარ უთხრან, ან არ გაუჩერონ. ერთხელ მოხდა ესეთი ვარიანტი, ყოველთვის როცა ხდებოდა დირექტორი ერთ-ერთ ადამიანს გზაში უჩერებდა ავტობუსს და მობრძანდით ბატონო დირექტორი. ერთ დღესაც არ გაუჩერა და რატო არ გამიჩერეო ისო, რა ქვია, ავტობუსიო და ეხლა აღარ ახარ დირექტორიო. პასუხი ესეთი მიიღო. ესეთი რაღაცები ხდება საქართველოში, ხო, ერთი თუ წაუბორძიკდა ფეხი ადამიანს, ან რაღაც ვერ დაინახეს, всё, უკვე ამიტომ აი ამ ყველაფრის დაბრუნება აქ მე მიფიქსირდება თუ ამ პოზიციაში ვიღაცა იყო, ხო? თუ რაღაც გქონდათ მომენტალურად დაბნეულობა და ასე შემდეგ. საბოლოო სიტყვა კიდევ არის აქ რამე სათქმელი. კარგი შენაძენით, კი ბატონო, თუ ეს შენაძენი თქვენ გჭირდებოდათ. ძალიან ძლიერი ქალბატონი დამიფიქსირდა, ან უბრალოდ ვინც ხართ, ხო? ძლიერი ადამიანი. ძლიერი.
კმაყოფილება. ბოლო სიტყვა, აი აქ დარჩა ზუსტად ეს იქნება ის, რომ თქვენ ძალიან დაბალანსებულ ენერგიებში გადადიხართ. დაუშვოთ თუ რაღაცა ისე გაღელვებდათ, განერვიულებდათ, ეს აღარ იქნება ამდენად მნიშვნელოვანი. თუ რაღაც ძალიან დაჟინებით გინდოდათ, ეს უნდა გავაკეთო ესეთი პოზიციიდანაც თავისუფლდებით და რჩებით კმაყოფილი, ანუ რაც გექნებათ, როგორც გექნებათ, ეს იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი. ეს არ არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მაგ დროს ენერგიებიც ბალანსდება, ემოციებიც ბალანსდება და რა თქმა უნდა საზოგადოებაც ბალანსდება, ირგვლივ და ყველაფერი ფინანსების და ყველაფერს ხო პირადით. როცა კმაყოფილება მოდის, ხო? აქ მოდის უკვე სრული ბალანსი, ჩემო კარგებო. ძალიან კარგი არის, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ცუდი არკანებით არ დასრულებულა ეს გაშლა. მე გისურვებთ წარმატებებს, შეგიძლიათ კი ბატონო, დღესაც მოასწროთ, არა იტვირთა სამწუხაროდ და ვერ გავაჟღერე. დღესაც ჩაიფიქროთ ცურვილები, მე გასწავლით ცურვილის ტექნიკას, აიღეთ ფურცელი ჩვეულებრივად, სადაც არ უნდა იყოს არაფერი არც ცალხაზიანი, არც კლეტკიანი, მოკლედ აი ესეთი თავისუფალი ფურცელი უნდა იყოს და შეგიძლიათ ამ ფურცელზე დაწეროთ. მე პირადად ფანქარს ვიყენებ, შეგიძლიათ პასტა გამოიყენოთ ან მარკერი, რაც გაქვთ, რა საშუალებაც გაქვთ, მაგრამ ფანქარი ძალიან კარგი არის, რომ იცოდეთ. დაწერთ აქ დღევანდელ დღეს, რიცხვს, წელს, სახელი თქვენი, მადლიერი ვარ, მადლობას იხდით სამყაროსთან, ძალებთან და სურვილს ჩამოწერთ, ხო? მე ვარ წარმატებული, მე მაქვს ბინა, მე მაქვს მანქანა, მე მაქვს ასე, მე ვარ და მე მაქვს ესეთ პოზიციაზე და არავითარ შემთხვევაში აქ არ დაწერთ მე მინდა მქონდეს, მე დავუშვათ რაღაცა ესეთ ვიცი რომ არ ვარ ღირსი და ან თუნდაც ვიცი რომ ექნება, არა, მე მაქვს, მე მყავს, მე ვარ. ნახეთ და შემდეგ გადმოგეცავთ ესეთნაირად თქვენს მხარეზე ამ ყველაფერს და შეინახავთ. უმჯობესი არის შეინახოთ, სადმე ისეთ ადგილას ყველა ვერ ნახავს, მაგრამ თქვენ უნდა დაგამახსოვრდეთ, სად შეინახავთ, ხო? ანუ ისე არ უნდა შეინახოთ, რომ დაგავიწყდეთ მერე. სასურველია უჯრა იყოს ეს და არ იყოს ყოველთვის მოდი ხელებში და ფეხებში მოსახვედრი თემა და წლის ბოლომდე ეს ყველაფერი უნდა ასრულდეს. თუმცა 21 სექტემბრამდე აქვს ამ ყველაფერს ძალა, მაინც რომ იცოდეთ, 21 სექტემბერს ისევ ეს პერიოდი დგება ძალიან კარგი და შეგიძლიათ 21 სექტემბერს განაახლოთ თქვენი სურვილები. სავარაუდოდ გავაჟღერებ სექტემბერშიც მაგ თემას, უფრო ადრიანად, თუ არა და ასე მაინც, ეხლა მაინც ხო გავაჟღერე და დაიმახსოვრეთ, ხო? ხანდახან ხდება ისე, რომ აი არა იტვირთა ვიდეო და ვერ მოისმინეთ თავის დროზე, მაგრამ დაგვიანებული მაინც არ არის დღესაც რომ მოახერხოთ ეს საკითხი, ვინც მოახერხებს, ესე იგი იმისთვის ყოფილა და ასე შემდეგ ჩემგან. მაინც საჭირო ეს ინფორმაცია. ეს ტექნიკა პრინციპში ისეთი არის, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ, ჩამოწეროთ თქვენი სურვილები და შეინახოთ, ხო? ეს არ არის მანდა მაინც ის ვარიანტი, ახლადი თუ რა ვქნა ვერ მოვასწარი, არ ვიცოდი და რაღაცა საშუალო შეიქმნა. როცა ნახავთ, შეგიძლიათ მაშინ გამოიყენოთ ეს ტექნიკა. არც ჯადუ არ არის ეს, არც არაფერი არ არის, ეს არის ძალიან კარგი პატარა მანიპულაცია, ხო? რასაც მე თუნდაც ვეუბნები ზოგიერთს, რომ ჯადუ არ არის, თქვენთან არის პატარა მანიპულაციები, ჯადუშიც არ ფიქსირდება, მაგრამ დაუშვათ გასასუფთავებელია რაღაც, ხო? ეს არის უწყინარი ტექნიკა, თუმცა აქ პიროვნება არ უნდა ჩაიფიქროთ, ვინმე დაუშვათ მე მინდა ამ ადამიანს წავყვეთ ცოლად, ხო, ვიღაცა
დათოს იყოს ჩემი მეუღლე თუ რაღაც არა ესეთი პიროვნებას არ შეეხო და არ აგისრულდებათ მაინც მაგრამ შეგიძლიათ დაწეროთ რომ მე ვარ ბედნიერი მე მყავს 5 შვილი თუ გინდათ რა ვიცი ახლა ერთ წელიწადში როგორ შეგეძინებათ 5 მაგრამ ცოტა რეალურად დაპოსტეთ ხო მაგრამ 5 წელიწადში შეიძლება გეკავდეთ 5 შვილი მე დავუშვათ ვარ დაოჯახებული ვისაც ეს უნდა ნახეთ და ვარ ბედნიერი მე დავოჯახდები პეტრეზე პავლე არა იმედია გაიგეთ ვინც ვერ გაიგო და რა ვქნათ როცა მოვა დრო მაშინ გაიგებს ესე იგი ეხლა არ ყოფილა მისთვის ის მომენტი რომ გაიგოს კარგი დრო კარგი შესაფერისი გისურვებთ წარმატებებს და გეშვიდობთ